კოშკის მიერ ბაღდადის ციხის დაარსების თარიღი 1703 წელი. სინამდვილეში ადრე აქ არსებული ციხის გამაგრების ან მასზე რაიმე საფორტიფიკაციო ნაგებობის მიშენების თარიღია და ციხე აქ უთუოდ 1703 წელზე ადრე არის აგებული. ცნობილია, რომ ბაღდადის ციხე ორ კოშკიანი იყო. სულურადმა თავისუფალი დატოვა ბაღდადის ისტორიაში ძალიან ლამაზი. უბრალოდ მინადრე იყო ისე წასვლა ამიდან, მაგრამ ჩვენ ყველა წავედით თავარია ასას გავიგეთ აშკარად მე მქონდა ბედნიერება ზოგადად ერთად პროექტის განმავლობაში მასთან ერთად შემოვიარე ბაღდადის ყველა სოფელი, ყველა ძეგლთან მივედით, ფერხით, ცხენით, თავის სხვადასხვა და ეს ისე მოხდა, რომ ვიცით ადამიანის ახსენება ადამიანის რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა და ადამიანი რომელსაც თავი გაეზარდა და სამწუხაროდ ბედმა ცხოვრებამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამ გამოგვაცელა ხელი. მე არ მინდა ვილაპარაკო უბრალოდ შემოგთავაზებთ ასეთ ვარიანტს გახსენებისას, მოდი მისი გაკეთებული ერთ-ერთი ფილმი ვნახოთ და მერე ვთხოვთ ახალგაზრდებს, მეგობრებს, რამდენიმე სიტყვით თქვენს გაიხსენოთ ჩვენი მეგობრები. აი თქვენებით ვაჭრობ საშინელებები, როგორ თანდათან ალაგდა. მე არა ვარ ქართველი. არა ვარ ისეთი არც პროდასავლური, არც პრორუსული ორიენტაციის ადამიანი, მაგრამ ისტორია უნდა დაწერო სწორად. როგორც არის ის. ბევრი რაღაცა შეიცვალა ამ 200 წლის განმავლობაში, ბევრი ცუდი მოხდა, ბევრი კარგი მოხდა. ამოვისუნთქეთ. ახლა ეს საშინელებები მეთავაჭრობა. აქ ფრანსუა გამბადან მახსოვს, რომ ეს ატილაში თანამომავლებია ულამაზესმა ქართველმა გოგოებმა და ბიჭებმა თავისი სისხლით დაალამაზესო. ეს ყველაფერი დალაგდა როგორ ჩვენ რო აი სეკრეტარიაში მოძრაობით იქ ყაზაკები ჩაასახლეს, რომლებიც საზღვრებს აკონტროლებდნენ და ჩვენ ბაღდადში აი ძიძო ქართულ კუთხეში შეგიძლიათ გაიხსენოთ არის ეს ყაზაკური გვარები, რომლებიც აქ სწორედ საქართველოს დაცვის ფუნქციით არიან ჩამოსახლებული. უხსოვარი დროიდან ჩვენი ისტორია იყო ბრძოლა გადარჩენისთვის და ესეც არის ბრძოლა გადარჩენისთვის. შეხსენება საკუთარი ისტორიის, ის რომ საკუთარი ისტორია არ უნდა დაავიწყდეს ქართველ კაცს, ვინ გვედგა გვერდზე, ვინ იბრძოდა ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ მებრძოლეთ გადასარჩენად, საიდან უფრო მეტი მოვიგეთ და სად უფრო მეტს წავაგეთ. ჩვენ ცხოვრობთ უთულეს რეგიონში და ამიტომ ეს პატარა აგურია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. იმიტომ რომ თუ არ იცი შენი ისტორია, ვერასდროს ვერ იბრძოლებ სწორად. ვერასდროს ვერ წახვალ სწორი მიმართულებით. ახლა ჩემი მიზანი არ არის ამ თემაზე ლაპარაკი, უბრალოდ ჩვენი დღევანდელი მიზანია ზურიკო გავიხსენოთ, მოვეფეროთ მის ხსოვნას და რაღაცნაირად ხალბატონ ცირასთან და ჩემ მეგობრებთან ერთად და თქვენთან ერთად იქნება გავაგრძელოთ ეს საქმე, რომელსაც ეს კაცი აკეთებდა და აკეთებდა ასე ლამაზად. ჩვენ მეორე ფილმიც გვაქვს იმედასთან ერთად გადაიღო ზურაბმა ეს უკვე დინას ციხესთან დაკავშირებით არის გადაღებული ეს ძალიან საინტერესო სამეცნიერო
პოპულარული ფილმი თუ შეიძლება ასე ითქვას, ესეც სამეცნიერო ხასიათის ფილმია და ბატონო ვაკო გვინდა რომ რაღაც გავაკეთოთ კონფერენციასავით ხარჯებების მუზეუმში. თქვენი დახმარებით არ დაგჭირდება ალბათ მაინც ბევრი რესურსი ამისთვის, მაგრამ დაგჭირდება თქვენი გვერდში დგომა და მეორე ფილმს გეგმავთ იქ ვაჩვენოთ. ქუთაისმა მოგვასწრო, ქუთაისის ხარჯებების მუზეუმში, სახელმწიფო მუზეუმში, ცოტა ჩვენზე ადრე გააკეთეს ზურიკო თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ეს უბრალოდ არ იყო იმიტომ რომ იმათ გვაჯობეს ურუგვეს სიყვარულში, უბრალოდ ჩვენ გვინდოდა რომ ცოტა ეს ტკივილები შემცირებ თანდათან ჭრილობები მოშუშებულიყო და მე გაგვეკეთებია. ალბათ მიგებთ რასაც გელაპარაკები. ოდიშ გიხდით ზედმეტი საუბრისთვის. ჩემ მეგობარს ეკა გუჭოხიძეს მინდა რამდენიმე სიტყვით ვთხოვო ეკა. მინდა ვთხოვო რამდენიმე სიტყვით გაიხსენო ზურიკო. შემდეგ ცირას ვთხოვო. აქ ეს დაწესებულება, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, აქ ძალიან ბევრ დიდ ადამიანს უმოღვაწეა, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებულად წარმოაჩინეს აქაურობა და საერთოდ ზოგადად ბაღდათი და ამ დიდი შესანიშნავი ადამიანების კარგი ტრადიციების ღირსეული გამგზელებელი იყო ბატონო ზურიკო. მე წილად ვკავებნიერება შესანიშნავი ადამიანის გვერდში გამიტარებია ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი და იგი იყო ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი წევრი, როგორც მეყვარდა თქვა, იმ აკადემიური ჯგუფისა, რომლებმაც ჩვენ ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი მუზეუმისა და ბაღდათის რეალური ცხოვრების ისტორიაში. მეგონი ეს ერთობლივი მუშაობა და თანადგომა დიდხანს გაგრძელდებოდა. ყოველთვის მახსოვს ბატონ ზურაბის გვერდში გატარებული ის შესანიშნავი წუთები ალბათ არ დამძრახავთ რომ სოფრა პური მარილი ვინო ძალიან გვიყვარდა და სუფრაზე როდესაც ერთმანეთს ვადაგზელებდით და ვიტყოდი აბა ბიჭებო ესე მაგრამ დღეიდან 30-35 წელი კიდევ ვიყოთ მაგრამ ესე და ზურაბი ყოველთვის შემასნა მოუმატე მაგას პატარა მოუმატე ეს შაშანი ყურესანი მე პირადად პროფესიული კუთხითაც როგორც ისტორიის პედაგოგს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს მასთან და როგორც ჩემ უფროს ერთ-ერთ უნიჭიერეს და კვალიფიციურ უფროს მეგობართან შეიძლება ჰქონდა საუბარი ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი შესაკითხი კაცი იყო ჩემთვის. აქ როდესაც საუბრობდით ისტორიაზე, აქ რა თქმა უნდა თარიღებს და რიცხვს არ ეხებოდა საქმე. აქ საუბარი იყო მოვლენებისა და ფაქტების სიღრმისეულ შეფასებაზე, პარალელების გავლებაზე, თანადროულობასთან კავშირზე, მომხდარი ფაქტების ანალიზი, სინთეზი და ყოველივე ამასის აკეთებდა გენიალურად. ძალიან მიყვარდა მისი შეფასებები და ძალიან დიდი ინტერესით უგდებდი ყოველივე ამას კურსს. მეგონა რომ ნამდვილად ჩვენი მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე იმ იერში გვიწევს ჩვენ საუბარი ამ ძალიან კარგ შესანიშნავ პიროვნებაზე და ძალიან კარგ ბაღდათელზე შესანიშნავ ქართველზე. ალბათ ბაღდათის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი პიროვნება, რომელსაც ბაღდათის ისტორიის კვლევა-ძიების საქმეში ესეთი მოცულობითი და ფუნდამენტალური შრომა გაეწეა და ესეთი ჩამოყალიბებული სისტემური ხასიათი მიეცა ყოველივე ამისათვის. რამდენიმე წიგნი საქმე აქ იყო ისტორიის მიმართულებით მუშაობა და აქ იყო ტოპონიმიკის კუთხით გაწეული შესანიშნავი მუშაობა, ბრწყინვალე მუშაობა
ამ კუთხითაც იგი პროფესიონალს წარმოადგენდა და შეიძლება ითქვას ქართულ ისტორიოგრაფიას და კონკრეტულად ბაღდათის ისტორიას უდიდესი სამსახური გაუწია რა ჰქონდა ჩვენ ბაღდათის ისტორიის კუთხით. არაფერი არ გაგვაჩნდა. ერთადერთი წიგნი კი ბატონო ავტორები იმ წიგნს უდიდესი პროფესიონალები ყავდა, მაგრამ თვითონ წიგნი რას წარმოადგენდა ეხლა ხანისწყლის პირას ეგ გქონდა ჩვენ ბაღდათის ისტორიასთან დაკავშირებით და მაბატეთ მომიტოვო მათმა სულებმა ამ წიგნის ავტორებმა, მაგრამ რა ისტორია იყო ეგ არაფერი არ იყო მოვალეობის ნოტით დაწერილი წიგნი იყო ბაღდათის ისტორიის პირველი პროფესიონალური და ძალიან მოცულობითი შესწავლა სწორედ ბატონ ზურაბ თოლორდავას მიერ მოხდა პატივცემულ იმედავასთან ერთად და მე მინდა მას როგორც ჩვენ მეგობარსა და ამ საქმის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზატორს და საფუძვლის ჯამრთელს მადლობა მოუხადო. რა ვქნათ გერმანულ ფილოსოფიაში არის ესეთი მოსაზრება, რომ ამა თუ იმ ხალხის საზოგადოებისა და ერის კულტურული დონე იმის მიხედვით შეიძლება ჩვენ დავახასიათოთ თუ როგორ მიაგებენ ისინი პატივს თავიანთ გარდაცვლილებს და ჩვენ შეიძლება ითქვას რომ ამ კუთხით მართლაც ვარ ჩვენი წასულების დამფასებელი და პატივისცემელი ერი სანამ იქნება აქაურობა მუდამ იქნება ზურიას სახელის ხსენება იგი მარადიულად დარჩება ჩემ გულში როგორც აუცილებლად. მინდოდა მეთქვა სიტყვა იქ დაგზავალზე. მინდოდა ძალიან გულით ვერ გავაკმალანინა კიდევაც არა. ვერ დავიკაებდი ხმას. იმიტომ რომ ერთ-ერთი ჭირის უხანდა ვიკავია აქ და დაუკვიდროს უფალმა სამარადისო სასუქებელი იმ ქვეყნად და იმედი მაქვს რომ დიდი ხნის მერე ერთმანეთს წავდგები ჯერ უფლის და ჩვენი მიცვალებულების წინაშე. აიოლა საკუთი. ნუ ადამიანობა ძინდება ცოტა შეცვალოთ მაინც ისეთ ადგილას ვარ სადაც საქმეზე უფრო მეტ ვლაპარაკობთ, ისტორიაზე, ხელოვნებაზე, მესმის ჩვენი ემოციური მდგომარეობა უბრალოდ ზურაბთან ერთად 25 წლის წინ დავიწყეთ ჩვენ შემოვლა, ნუ იქ იყო სხვაებიც ასაკურველია ჩვენი მნიშვნელოვანი ძეგლების. მე ყავდა ერთი მეგობარი ოჩა ლომთაძე, ბექა მიცის, ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო, ისტორიკოსი, უზარმაზარი პიროვნება და უყვარდა ხოლმე ამაზე აქცენტის გაკეთება, რომ ბაღდათი არ არის შესწავლილი. არ შეიძლება გარშემო ხელა ცივილიზაციები იყო და ბაბაჩა ყოფილიყო არაფერი. მაგრამ არ არის შესწავლილი უბედურება ეს არის და სურათთან ერთად როცა მოძრაობდით, მაყურებდა ერთი რამე, ყველა ძეგლთან ისული და მარტო ძეგლთან კი არა, ყველა ადგილის სახელი თქვენ მისი წიგნი ბევრმა იცით, ტოპონიმები შესწავლილი ქონდა მოსახლეობასთან საუბრით, გამოკითხვით, რას როგორ ეს უზარმაზარი სამუშაო იყო, როგორ შეძლო უბრალოდ აზრზე არა ვარ, მაგრამ ალბათ მისი კუთხის, მისი ქვეყნის სიყვარული აძლევდა ამ ძალას. უბრალოდ მინდა გამიგოთ, ვისაც გიბლიათ ამ ქვეყანაზე და ვინც მისულ ხართ ერთ ადგილას, მეორე ადგილას, მესამე ადგილას ქონიათ ურთიერთობები ადამიანებთან, უბრალოდ წარმოიდგინეთ მთელი ბაღდათი და როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფრის გარეშე მივიდეს, ყველა ადგილის ტოპონიმი შეისწავლოს, ყველა ციხის ისტორიას გადაავალოს თვალი, ეს არის უზარმაზარი სამუშაო. მე მინდა ახლა სოსოს პატარა საქმე აქვს, ხო და სოსო ოტორიშვილი სად არის? სოსო მინდა რომ შენ თქვა რამდენიმე სიტყვა, უბრალოდ გაიცნო ის ურთიერთობები, რაც და მადლობა მოგესალმებით. აი მოგახსენა ახლა სულას ის მართლაც ფასდაუდებელი საქმე რაც მან გააკეთა და ჩემი ნაცნობობა ბატონ ზურაბთან
დაიწყო ჯერ აი პატარა ბროშურიდან, რომელსაც ქვია ხარდათის მაღალმთიანი სოფლების ტოპონიმიკა. აი ჩვენთან რო გადავწყვეტეთ გაზეთის გამოცემა იმ პერიოდში, აი ზუსტად მაგ პერიოდს ემთხვევა ეს ყველაფერი. ბიბლიოთეკაში ნახე მე ეს წიგნი და პირველ რიგში ვიყავი გაოცებული და გაგვირგვებული, რომ მე ბაღდათელმა კაცმა, დაბადებულმა გაზდილმა არ ვიცოდი ბევრი რამე კი არა, თითქმის არაფერი არ ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებ, დასახელებები 1000 რამე. და ისე ლამაზად და პროფესიულად იყო გაკეთებული, რომ ნუ ცხადია, რომ ადამიანს გაგიშთება სურვილი, რომ ასეთ ადამიანს გაეცო. მით უმეტეს, როცა შენს შეხება და სურვილი გაქვს, რომ აკეთო ეგეთი რაღაცეები და ამდღელად უზარმაზარი გამოცდილების ადამიანი, როცა იცი, რომ არსებობს შენ რაიონში, უნებრივად მე ხდება ურთიერთობების დაწყება და ჩვენი ურთიერთობა დაიწყო სწორედ ამ კუთხით და მე ბედნიერი ვარ, რომ ზურასთან მქონდა მე არა მარტო საქმიანი ურთიერთობა, რომელიც მე რა თქმა უნდა გადაიზარდა მეგობრობაში და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო ზურავს ვთხოვე, რომ ეს ყველაფერი რაც შენ ამ ბროშურაში გაქვს, მოდი ჩვენ ამ ყველაფერს მივცეთ ისეთი ცოტა სახე, რომ გაზეთის ფურცლებს გადმოვიტანოთ, თორემ ცოტა ისეთი ტევადი და მოვიფიქრეთ რუბრიკა, ესეთი ფესვები, ბევრი არც კი ვილაპარაკია, რომ ზურა რასაც აკეთებდა ამ კუთხით. ზუსტად იყო ის აი მართლა ჩვენი ფესვების ძიება იყო და კიდეც შევაქმერე ზურას, რომ მეთქი ზურა შენ ხარ მაძიებელი და აღმოჩენი კაცი მეთქი რა და მართლაც ასა იყო რა. აი ის რაც მართლაც გააკეთა, მართლაც ფასდაუდებელი თემა არის რა და რამხელა სიხარული და სიყვარული მქონდა მე რომ თითოეული ნომრის მერე გამოხმაურებები ისეთი იყო რა რომ თვითონ სოფლის მოსახლეობაში ახ მაგალითად ჩემთან წითელხებში რომ ვანახე მე გაზეთში და ბეშტი ყველა სამემწდებოდა მაშინ წინზე ხელი რა რომ ვანახე რომ თვითონ სოფლელები რომ მეულებოდა ვაღა მე კი არ ვიცოდი რომ იმას ესე ერქვა მოგოზოული იმას ესე ერქვა ნორმალ თქვა რომ კი მე ეს მახსოვდა ამ მეხსიერებაში რაც მოიძია ზურამ და გააკეთა ეს მეხსიერებიდან უკვე თაობიდან თაობაში გადავიდა და ჩვენ კაი რაღაცა ვთქვით ეხა კონტე რომ გამიორე კონფერენციის ჩატარება რომ აი ზუსტად ეგ არის ნაბიჯი რომ კიდევ და კიდევ მომავლის თაობებს გადავწევ. მე რაც შეეხება კიდევ აი მის მართლა ძალიან კარგი პროფესიულ დონეზე შესრულებული წიგნი ჩემი ბაღდათი სადაც უკვე კარგად მივხვდები ქალბატონოცი რა ის საგაზეთო მასალა და ბროშურის მასალა უკვე სხვა არის და წიგნის მასალა უკვე სხვა არის და ზურა იმდენად გემოვნებით და იმდენად კარგად გააკეთა ეს ყველაფერი რომ მართლაც ახლა ბაღდათში თუ ვინმე სტუმარი ჩამოყვა ჩვენთან მე პირველ რიგში ყოველთვის ვცდილობ რომ ზურას წიგნი ვაჩუქო მაგრამ სამწუხაროდ წიგნები გამოიგნა იმდენად მართლაც მოთხოვნადი გახდა რომ ზურას წიგნი მართლა ბესტსელერი გავხდა და მადლობა ამ მართლაც უდიდეს და მართლა პატრიოტ და მართლა ქართველ კაცს რომელმაც მართლაც დიდი საქმე გააკეთა ბაღდათისთვის და გარდა ამისა მე ზურას ვაფასებ ძალიან ბევრი კუთხე. აი მართლა რომ ყველაფრის მცოდნე კაცი იყო, ყველაფრის აზეს დაელაპარაკებოდა, თავისი მოსაზრება ჰქონდა და რა თქმა უნდა არგუმენტებით, არა ის კი ჰაერზე მოტანილი სიტყვებით გეუბნებოდა რამეს. იგივე ძალიან კარგი ლიტერატორი იყო, გემოვნებიანი. არა მარტო მკითხველი, არამედად აი სულ მეუბნება რატო არ წე შენ რაღაც ისეთებს რა გააკ შენ მაგის ისა რა ნიჭიც გააკ და მით უმეტეს აგერ წიგნი გააკეთე რა გამხატულე გააკეთე. წერა როთხე ეს მაძიებელი და მპოვნელი, რასაც ეძიებდა, იმას აუცილებლად გააკეთა და აუცილებლად აღმოაჩენდა. ხელოვნება, გინდა თეატრი. მე ერთხელ სპექტაკლი გამირჩია, ესე რომ ყიდაგებული უყურებდი აგებიცებით, მივთამაშობდი იმ სპექტაკლში და ჩემი თავი დამარხა აბსოლუტურად სხვანაირად რა. გემოვნებიანი მაყურებელი კი არ იყო, არამედ სროდონე იყო იმას, რასაც ისე არ დაგელაპარაკებოდა, არც ერთ რაც არ იცოდა, იმაზე სიტყვას არ დაძრავდა. ეს უკვე სხვა დონე არის, სხვა დონე არის. ეს განათლების კულტურულობის შინაგანი კულტურის მაჩვენებელია და აი ესეთ კაცი დავკარგეთ ჩვენ მიუხედავად მისი დიდი ტრაგედიისა, პიროვნული ტრაგედიისა, ზურამ რაც ვაშკაცურად გავუძღვა ყველაფერს და გააგრძელა თავის საქმის კეთება და გააგრძელა კი არა, ზუსტად მაგის მერე გააკეთა ძალიან ბევრი რამე და უბრალოდ ჩვენ ვინც მისი სამეგობრო, მისი თანამშრომლები, საქმეში მდგომი ხალხი, მე პირადად მაგ რაღაცნაირად ვალდებულება ნებაყოფლობით ვალდებულება რომ ის საქმე რაც ზურამ დაიწყო და რასაც ხუთიანზე აკეთებდა ეს საქმე გაგრძელდეს და მე იმედია ჩვენ მაგას გავაკეთებთ რა დიდი მადლობა რომ ყველანი აგზანდებით აი ზურას მართლა ფას დაუდებელი სამსახურისთვის დამფასებელი ხალხი ბრძანდებით და მადლობა ამისათვის მე უკაცრავად რა დაგდობ და ხა ყველას გებადები ბატონო დარქულარიანის შემოქმედებით საღამოზე და ზურა რო ცოცხალი იყოს ვიცი რომ პირველ რიგში სულის იქნებოდა აი ესეთ რაღაცებს ვითვეთე სულიც უნდა თქვა რომ
ბაღდადში იმდენი ნიჭიერებანი უნდა გამოვაჩინოთ და მადლობა ზურას იმისათვის, რაც გააკეთა და მადლობა იმისათვის, რომ მისი მოგონება და მის სახელი ესე დარჩა ჩვენში და იქნება სამუდამოდ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მადლობა სოს. მახსენდება ჩვენ როგორ დავიწყეთ, როგორ დაიწყო ხარებცოდნეობის მუზეუმმა თავისი ახალი ცხოვრება. ხარებცოდნეობის მუზეუმი იცით იყო სადაც ბაღდადის ეპარქია ბატონ იერი გუჯას ცირას მამის მრუდუნებით შეგროვებული ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტები ბაღდადის ტერიტორიაზე. ხო, იქიდან გადმოვიდანეთ, როგორ გადმოვიდა ხა მაგაზე არ ვაპირებ ლაპარაკს. ეს ყველაფერი დავალაგეთ და პირველ საფუძველზე მუზეუმის პირველ საფუძველზე გავაკეთეთ ხარებცოდნეობის მუზეუმი და სხვათა შორის ცუდი ვარიანტი არ იყო, იმიტომ რომ ჩამოყავდა ზოგიერთები იქ იყო ჩვენი გამოფენა, ერთ-ერთი გამოფენა, სურათები ჩვენი გადაღებული იყო და წარწერებიც ჰქონდა და აქ რომ ვათავებთ ზოგიერთთან, ზოგ ბევრთან სხვათა შორის ლექციას პოეზიაზე ჩამოყავდა მე და იქ არის იმ ჩვენ გამოფენაში რომელიც გვინდა გავაკეთოთ ვაკო დაგვეხმარებთ ალბათ არაფერი ბევრი არის ფოტომასალა როკიტის ეკლესიის სურათები და წარწერა იმ როკიტის ეკლესიაზე შემდეგ ყოველთა დიდისა ზედა ხელმწიფედ პროფილმა ყოლოჩოგლოძეო შემოერდა და ასე შემდეგ ქართული ასოებით აღნიშნავდეთ მაშინ წელს აღაშენა ტაძარი ესე სამახსოვროდ სოფელი როკიტისათვის სვიმონ ჩხეტიძემ კათალიკოსმა აფხაზეთის, ბიჭვინთის, ემბლის და ესე იგი სვიმონ ჩხეტიძე იყო ქუთათელგაენათელი 1637 წლიდან და 1661-დან 66 წლამდე იყო დასავლეთ საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ეპისკოპოსი და ეს წარწერა არის როკიტში არქიტრავის ქვაზე მე მგონი ესე ქვია ხო ორ ადგილას არის ეს წარწერა და რო ჩავიყვანდი ამ ზოგიერთებს ხედავთ როკიტში ეკლესია ააშენა ქუთათელგაენათელმა რომელიც ამავ დროს იყო აფხაზეთის კათოლიკოსი მეთქი ვეუბნებოდი მართლა ზოგი სურათებს უღებდა ალბათ მე რაცისთვის რო ეჩვენებია ხო და ეს რო დავიწყეთ ამ მუზეუმის კეთება საჭირო იყო ამ არტეფაქტების სისტემაში მოყვანა აღწერა დაფიქსირება და ეს არის ძალიან რუტინული საშინლად რუტინული დამღლელი მომხანცველი არა სამუზეუმო საქმე ხო და ცირა აკეთებდა მაშინ და ზურავი ამას ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე და ახლა სალომეც შეუერთდა და მინდა ცირას თხოვო ერთობლივი მუშაობის შესახებ და საერთოდ ზურავის შესახებ რამდენიმე სიტყვა თქვა. ორი კვირის ან სამი კვირის წინ იყო ქუთაისში გაიმართა ზურაბის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები და ჩვენც ვიყავთ მიწვეული ოჯახი და ჩვენი და მაშინ კიდევ ერთ ყველას თვალწინ ყველას გასაგონად მაშინ ახმიანდა ზურაბის სახელი და მონაწილე ბავშვებისთვის გასაგები გახდა თუ მიიღო ეს ადამიანი რაღაც ექონდა მას და საერთოდ რას ნიშნავს მხარი სიყვარული და როგორ გამოიხატება ის ზურა მე მინდა გავიხსენო აი სულ პატარა ბავშვობიდან როგორი იყო აი როგორ გავიცანი ზურა როგორ გავიგე ზურაბის შესახებ აი ნინოშვილის სკოლაში ვსწავლობდი და უმცროს კლასებში ვიყავი ზურაბი ასრულებდა ამ დროს და სკოლა აი ბავშვებმა ყოველთვის იციან როგორები არიან უფროსები
და აი სულიკო ჩურჩული რა ეს არის ეს ძალიან ნიჭიერი ეს რაღაცებს წერს ეს რაღაცას აკეთებს და აი აქედან გაჩნდა ზურაბის ხალხება ჩემში შემდეგ უკვე მამისგან მე ქუთაისში მუშაობდი სწავლობდი და მე უკვე მამისაგან აი მამა ახსენებდა ზურაბს ხშირად იმიტომ რომ მამა დაინტერესებული იყო მხარეთმცოდნეობით და აი ამ მუზეუმით და სულ ზეკრეს ხეობაში იყო სულ ეძებდა სულ ტოპონიმების სულ და აი მე ხშირად ახსენებდა ზურიკოს და მე უკვე როდესაც მეც შემოვიერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს აი მაშინ დაუწყეთ ერთობლივად მუშაობა აღმოვაჩინე როგორიც წარმოვედგინა ისეთი ძალიან შინაგანად კულტურული ადამიანი, აი როგორი კულტურული, ციტა გენით კულტურული ადამიანი, მაღალი ინტელექტუალური, მაძიებელი ბუნების და შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შემოქმედების ძალიან დაამფასებელი და მგრძნობელი. და ამხრივაც აეწყო ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ყოველთვის კი მერიდება მას რომ ვამბობ, მაგრამ იმდენად ჩემთვის იმდენად დიდი მხარდაჭერა იყო, როცა ის რაღაცას წაიკითხავდა და მეთხოვდა, რომ აი ეს ძალიან ისეთ ფასეული ასეთია და გაიხსენა ერთ-ერთი ჩემი მინიატურა, სადაც მაქვს აწელი ჩემი ძმები როგორ დარბიან მეორე სართულზე და მკილი ცვივა ძირს. მე ჩვენქობით მე და მამა ფოტოებს ვიყვანდით და ზურიკომ თქვა რომ აი როცა ეს წავიკითხავ და წარმოვიდგინე ეს პატარა ბავშვის ფეხები რომ დაცუნცულებს და ზემოდან ის მტვერი ტიპები ეს ფეხები ძალიან ლამაზი და პოეტურია და ეს ჩემთვის იყო ძალიან ესეთი რაღაცნაირი ხარდაჭერა და ძალიან ესეთი ურთიერთგაგების მომენტები ზურაბის აი ხო სამი წიგნია და სამი ფილმია. რა თქმა უნდა ეს არ არის ეს ჯამია, მაგრამ ეს არ არის ეს მისი შემოქმედებითი ძალის მხოლოდ მცირეოდენი გამოვინება, მას გაცილებით მეტი შეეძლო და გაცილებით მეტისთვის იყო მზად, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ რაც აი ხა ამ ფილმს ვაპირდებოდი და მარტო ეს ფილმი რომ დაეტოვებინა ზურიკოს ამითიც კი მისი თქვათ მისია იქნებოდა შესრულებული და ამისით კიდევ რამდენია ეს წიგნები რომელიც ძალიან ფასეული წიგნებია ეკლესიის ტოპონიმიკა, თისოკლების ტოპონიმიკა და ბაღდადის სოფლების ისტორია და აი ამ მხრივ როცა მუშაობდა ეს ნიშნავს როგორი მრავალმხრივი იყო ზურაბი როგორი მისი ინტელექტი რამდენ ცუდებოდა და მე წინა აი ამ კონფერენციაზეც ვთქვი მაშინ და ბავშვებსაც ვუთხარი რომ აი ამ ისტორიული მხარის გარდა მარტო ტოპონიმები აქვს ისეთი შეგროვებული ზურაბს რომელიც გვაჩვენებს თუ როგორი მდიდარი იყო ჩვენი როგორი მდიდარი წარსული ქონდა როგორი მდიდარი ისტორია ქონდა და როგორი ქაქანების როგორი ფანტაზიის იყვნენ ჩვენი წინაპრები. საოცარი ისეთი პოეტური სახელებია, რომ მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანს შეუძლია ესეთი გამოიყენოს როგორც რაღაც ამოუწურავი მადანი რაღაც შესაძლებლობა. რა ვიცი, ძალიან ესეთი საერთოდ ძალიან მტკივნეულია ეს თემა და აი ზურიკოს და სულ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ჩვენ დასჯილებიც ვართ ადამიანები და გარკვეულად ბედნიერებიც ვართ, როდესაც მიდის ჩვენი აი რაღაც ნაწილი, ჩვენი სულის ნაწილიც მიაქვს თითოეულ ჩვენ ახლობელ გარდაცვალებულს, მაგრამ ამავე დროს ძალასაც გაძლევს მოასწრო, გააკეთო და რაღაცნაირად ჩვენი მისია შეასრულო და ზურაბი აი ეს რომ მემენტო მორი რომ ამბობს ამას ერენდი გრამელი აი თასოვდეს სიკვდილი ეს არ არის სიკვდილის ხსოვნა ეს არის გარდაცვალების ხსოვნა და მე ვფიქრობ რომ ზურაბმა იცხოვრა ძალიან დიდი შეგნებით და როგორც ბაღდათელმა როგორც ქართველმა მაქსიმუმი გააკეთა თავისი
მაქსიმუმი გააკეთა თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, თორემ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა დიდი დიაპაზონის ადამიანი ძალიან ყოფარ ხოლმე ერთი სიზმარი უნდა გავანდოთ ფიქრობ ახლობლების ლოცვით აი რა 40 არ იყო მე მგონი შესრულებული აი და მოსის უნდა რომ რაღაც გაღიმებული იყო ზურიკო და ვიფიქრე რომ ლალის კარგად ლოცულობს და ისე კარგად ოჯახი რომ მათამ ადამიანმა უნდა დაიმკვიდროს სასופველო და მისი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს მარადიულად ეს არის ჩემი ასე რა ვიცი და მე მადლობელი ვარ ღმერთის რომ ასეთ ადამიანებთან მიწევს ყოფნა მიწევდა და რომ არ სრულდება ეს ურთიერთობა და გრძელდება მარადისობაში ისია მოდიშკეთ ესეთი აბნეული მაგრამ რაღაცნაირად ძიმე განცდებიათ იქ ვცდილობთ გამოვიგეთ მაგრამ აი რაღაც სული გიმწარდება, როდესაც ადამიანი კი აი თავს ვინ უგეშებთ რაღაცა, მაგრამ ეს რთულია ძალიან და სიტყვებიც იკარგება და რაღაცები კარგავს ას, მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანის უნდა გაუფრთხილდეთ მის ხსოვნას ჩემი აზრით, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ არიან ძალიან იშვიათი არიან და სომნას ნათელი უნდა სიამ რამდენიმე სიტყვა თქვა ზურაბი იყო ფილოლოგი, ისტორია ფილოლოგი უნდა დამთავრებული და იყო ძალიან ციგნიერი და ნაკითხი კაცი და ჩვენ აქ რაღაცებს ვაკეთეთ ციგნებს ერთ მომავალ თაობას შეგვიძლია სამეცნიერო საქმიანობა, მუშაობა, კვლევები გავუადვილოთ. ხო და ჩემ ციგნებსაც კითხულობდა და შეფასებისთვის მაინტერესებდა ხოლმე და იგითხავდა და გამახსენდა სატელეფონო საუბარი ვაში ვარ შენთან დავწერე ციგნი ბაღდადში გადარებული წლების შესახებ მაიაკოვსკის ბაღდადში გადარებული წლების შესახებ და ის თავი კაიაო მითხრა ნუ იმერულა კაიაო და გამეხარდა ახლა და თან მივხვდი რატო მითხრა მარტო იმიტომ კი არა ციგნი მოეწონა ახლა ციგნი მე რა ვინავარაც უზარმაზარი მწერლები და შეიძლება წაიგითხო მარკესი და თორქტოი და რა ვიცი მაგრამ ბაღდადზე რო ის კონკრეტულად ბაღდადის მოგონება რა იყო ის მოეწონა ძალიან მაგრად და უბრალო ადამიანების მოგონებები რო იყო ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს შეიცავს ხოლმე ასეთი ცვირადღირებულია ასეთი მოგონებები და ეს მოეწონა ეხლა გამახსენდა ვიხსენებ რა ჩვენ ურთიერთობებს და ჩვენ აქ გადმოვიტანეთ გუჯა ყურაშვილის შეგროვებული არტეფაქტები ბაღდადის სხვადასხვა ტერიტორიებზე ნახული შემდეგ შუქრით გაამდიდრა ეს ყველაფერი და ნუ საკმაოდ იგი მასალა შემოამატა ჩვენ მუზეუმს და ისინი ერთად მუშაობდნენ და თუ გექნება ბატონი შუქრის სურვილი რამდენიმე სიტყვა თქვათ აქეთ კონტაქტი Şehirden Samara'nın yok mu var? Maradisi başı Şehirli golü hissiyat padara korkusu tuğuz Padara sıçar Ömer sıçarıyız Yaşalıkız Şurada İşin hasanımız korkusu bekledi Ve gazete seçeriyle de var ki bunlar tabii şey Sarmalı bir parçası sahip, bizi şimdi kaderi sahip. Şehir bayraklarının merak edilen olmadan, her daim sarı, olmak yapıyorsanız, kaçırı olmak kaçırı kaçırı, hürmetmeye şuradan Ascoli, ai cattivi che mi salmi e che da di una cosa non io mi dai sette più. Ეხლა ჩვენიდან სამწუხაროდ ვიცით ლეგალი წავიდა რაიონიდან ჩვენი აფხაზებიდან ჩვენი მეგობრებიდან მაგრამ იტყვი ჩვენსო
ამდენი ჩვენ გაწასული კაცის ალბათ ვერ ვიყავ ყველაზე ამას მაგრამ ისეთი ამაგი როგორ მუზეუმში იყო ჩვენი ლიტერატურის საბჭოს აქტიური წევრი ბატონი ზალის ჩვენი პროვინციის შემადგენლობისა და მისი თანამდებობით ბევრი რამ გაკეთდა და მართლაც რომ აბოლოდე როგორც შეგვიძლია აქ დიდი შემოქმედებითი მუშაობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობსა რომ ეს აქ ეს შორის ბევრი ახალი ტიპი დაიწერა, ბევრი ახალი ტიპი გამოიცა და ვსწრებები კიდევ შემდგომ რომ ის რაც დაწერია აქ რამდენიმე ინტერესთან დაკავშირებით ადონი ბეკას ანალოგითა და ადონი კოტეს ადონი შეკარის ადონი სარის როტარის ადონი რაგინზე გადადიოდა Any cultures can be carried out as ეს ჩვენი შეხვედრა და მე მინდა ვქო ვაყოს ბატონ მინგიას ჩემ მეგობრებს ხო ალალის ბოლოს მინდა რომ ხო შეაჯამოს ამდენად მოეწონა ჩვენი შეხვედრა ამდენი სიყვარს ვიტყვი ჩვენ მინდოდა ხა მოვილაპარაკეთ ერთად რომ გაგვიკეთებინა საღამო რაღაცნაირად პატივისცემა სიყვარული მონატრება გამოიხატა და დაგვეწყო მუზეუმიდან სადაც ყველაზე დიდი დრო გაატარა და პირველი შეხვედრა და პირველი საღამო აქ შედგა ბატონმა კოტემ ისაუბრა რომ შემდეგი ამჯერად გადაიჭრა უკვე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თვითონ ეგეთ ვარციხეში სადაც გადავიდა მუზეუმი და თვითონ ბატონი ზურაბიც იქეთ მოღვაწეობდა და უფრო შეიძლება მეტი სიღრმე მივცეთ და მრავალფეროვნება ამ ღონისძიებებს რაც შეეხება ძალიან ბედნიერი ხალხი ხართ თქვენ რომ გქონდათ მრავალწლიანი ურთიერთობა ბატონ ზურაბთან. ახლა ჩვენი ურთიერთობა სულ რამდენიმე წელს მოიცავს, მაგრამ აი ფიქრობ რომ ძალიან სიყვარული და სიკეთით სავსე იყო, არ მახსენდება ერთი რაღაც კი რომ აი ორივე მხარის რაღაც მქონია ერთმანეთთან ან თხოვნა ან რაღაცა რომ ის უარით დასრულებული იყოს და როდესაც ამ სამსახურში გადმოვედი და დავინიშნე რამდენიმე დღეში ახლა რაღაც ხდებოდი თანამშრომლებს ვიცნობ ბატონ ზურაბს ვიცნობ შორიდან ამასთან მეგობრობდა რაღაც და ვიცოდი ამ დიდი პიროვნება და რაღაცნაირად მაინც განცდა მქონდა შეხვედრის რომ ამხელა დიდ ადამიანთან ხვდები და საქმეზე უნდა ისაუბრო და პირველი დღეებია ესეც ჩემი ამ სამსახურში მოღვაწეობის და ცოტა განცდით ვიყავით ახლა რომ შემომძანდა ჩემ ოთახში ავსხედით დავიწყეთ ლაპარაკი აი დიდ ადამიანებს შეუძლია ესეთი თავმდაბლობა და ესეთი უბრალოება და მაშინვე რამდენიმე წუთში ეგ ჩვენი საუბარი ცი უშუალო გახდა ისეთ და ფანტასტიკურად გაგრძელდა შემდეგ ყოველი ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა და მიხარდა ყოველთვის ატმოსფერო ვიცოდი რომ ეს ღირსეულ ხალხს შორის ბატონი ზურაბი უნდა დამხვედროდა და თავისი ხმის ტემბრით, მანერით, საინტერესო საუბრით აი ყოველ ლეგიდო და ადამიანის ნახვა და აი მადლობას ვუხდი აქედანაც ბევრი რაღაც ძალიან ისეთ თემებზე ვისაუბრეთ და ბევრი შეკითხვები დღეს არის ახლა ას გაუცემელი საბედნიეროდ ყავს ისეთი ადამიანები ვინც გაცემენ ამ შეკითხვას პასუხს მაგრამ ვფიქრობ ყველაზე კომპეტენტური ამ შეკითხვების პასუხში რომელიც აი ბაღდადს უკავშირდება ბაღდადის ისტორიას უკავშირდება ბატონი ზურაბი იყო ნამდვილად და ფასდაუდებელი შრომა გაწია მე არ ვიცი ახლა შეიძლება თქვენ იცოდეთ ასეთ სამეცნიერო კვლევები ასეთ წიგნი ბაღდადთან დამოკიდებულებაში აი ბაღდადის ისტორიასთან თუ არ გიყვარს ვერ გააკეთებ ამას. მე ხო ვიცი ახლა რაღაც ფინანსური დამოკიდებულებებით ბევრი თავისი ხარჯებით გაუწევია, ოღონდ სიყვარული ქონდა და უნდა რომ მომავალ თაობას ცოდნოდა, სად დაიბადნენ, როგორი იყო მისი ისტორია და
ხა ადამიანური ტრაგედია რა თქმა უნდა, რომ ეს ზოგადად ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ბატონი ზურაბის და იმის გავს ხალხი რომ მიდის ამ ქვეყნიდან, რომელსაც კიდევ ბევრი რაღაცა აქვს, სათქმელი და შეუძლია კიდევ ბევრი რაღაცა გააკეთოს, ეგ უფრო დიდი ტრაგედია არის და აი ხო დაატყდა ოჯახს, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მეც ძალიან დამატდა, მაგრამ თვითონ ბაღდადს დაატყდება, ძალიან დაატყდება ბაღდადს, რომ აი ბაღდათისთვის ამ ხელასათმის ვის შეძლებს, ვინ გააკეთებს ასე სიყვარულით, ასე ცოდნით, ასე პროფესიონალურად, ну არ ვიცი ხულია, მაგრამ რაღაცნაირად მე ყველამ უნდა გამოვიწყოთ ძალები და იქედანაც დაგვეხმარება ალბათ და რაღაცნაირად ერთად შუაგზაში მიგვატო. ვერ იმას ვიზამთ ასე დიდ საქმეს. ადგობა ოჯახს და ყველას აბსოლუტურად და აი ვიფასი ადამიანი იყო ნახილად დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოსცდა მე. იცოცხლეს მადლობა ორმეს. ბატონო მინდით რა ხوار გიხდებოდ? ესალობთ კიდევ ერთხელ პირველ რიგში ზურიკოზე ის თქვა შემიძლია რომ ანუ ამდენ ცოდნასთან და ამდენ სამეცნიერო კვლევებთან ერთად რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოსაყოფია ის რომ ყველა აღნიშნა გამოჩვენა ზურიკო იყო ადამიანი და თავდავალი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და მართლა ძალიან მაღალი კულტურის მატარებელი ადამიანი რომელიც არაფერს ზედმეტად არ გაგვიზნებინებდა რა მე ხა მართლა სპეციალისტის პერიოდები არ არის რაც ზურიკოსთან უნდა შეეხება მაგრამ ხშირ შემთხვევაში თქვენს მოგეხსენებათ კულტურულ ობიექტებთან ჩვენს ასე ვთქვათ კულტურული ობიექტები რაც აქვს ორები და ძეგლები ბაღდადში მაგასთან დაკავშირებით ხშირად მიწევდა ხათო ზურაბთან აი ტოპონიმიკაზე და დასახელებაზე და საიდან მოდიოდა და ასე შემდეგ და მართლა რო ითქვა პატარა ბავშვით თუ ტელეფონში იხსნი და საათობით ქონდა ხოლმე ამაზე ლაპარაკი და უშუალოდ მომიდოდა ხოლმე ჩემთან სამსახურში და მიჯდებოდა ამიხსნი და დეტალურად ყველაფერს და მოკლედ მართლა ძალიან უშუალო და ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა რა. გაიგო მე რომ ჩემი წიგნი არ აგავსო, რას ქვია, წიგნი არ აგავსო, სოსოს თქოს არ იყოს ეს წელერად იყო უკვე ისე დავარიჟეთ და ისე დავაჩუქეთ ყველასთან და მოვიდა პირადად და მაჩუქა ეს წიგნი და ძალიან მიყვანდა რა ასე რომ შეხვედრა და პირდაპირ ვთქვა ენციკლოპედიური განათლება ქონდა ბაღდადზე ხო ყველანი ხარ ბაღდადის სუფრის გარეშე და ეს ერთად მადლობა ზურაბთან ერთად დამილევდა ქუთაისიდან ყავდა კარგი ხალხი რა ისეთი ინტელექტუალური ხალხი და გაინტერესებდა ბაღდადის რაღაც უფრო და ფიქრობ, ну ეს ხალხი ხა საწავლიყვანო რომ გარდა დანებისა ცოტა შემეცნებით ხასიათიც ჰქონდეს ამ სუფრას და ну დავრეკე აქ თქვენთან, თქვენც იყავით, ბატონი ბექაც იყო და ბატონი ზურაბიც და ვარ ისე მშვიდად რომ ხა ვიცი ისინი წავლიან ისეთი შთაბეჭდილებით ბაღდადიდან და გამართლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მეორე დილას მირეკავდა და კითხულობენ თქვენ და ზოგადად ბაღდადს რომ ანუ ეს იშვიათად მოხდილი ვარ ასეთ საინტერესო სუფრასთან და განსაკუთრებით აი ზურაბის დამოკიდებულება ბაღდადთან კაცისო დამოკიდებულება და სიყვარული ასეთ ზედმიწევნი წერტილი მძიმე როგორ საიდან და როგორ აი სულ ამას ელაპარაკებდნენ 9 საათის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩა და აი მეც ყველას მაგიტო გვიხარობდა ბატონი ზურაბთან რომ რაღაც ახალს გეტყო და აუცილებლად ყოველივე შეხვედრა იყო რაღაც სიახლე და ძალიან საინტერესო რა მადლობა თქვენს მე მინდა ხა მეგობრებს ინვეს გული ვარ დაწდეს ხო არაფერი მინდათ ვაცანად ოჯახის არა მინდა მანამდე კითხო არა დალიკო ყავს ხედველობაში რა საგვირველია მაგას მოუწევს ორმაგად ლაპარაკი იცის რა და რა მიგო ხო არაფერი გინდა რა თქვა ლილვაშვილი ხო არაფერი გინდა რა ცხარე მითხარი იმიტომ რომ შენ ძალიან ახლოს იცნობდი თქვენ ძალიან ბევრი ისაუბროს ბატონ ზურაბზე მაგრამ მე მინდა მისი მოგონება როგორც პედაგოგის იმიტომ რომ ბატონ ზურიკო იყო ჩემი პედაგოგი ჩემი კოლეგა ჩემი მეგობარი ძალიან დიდი მეგობარი იმიტომ რომ მე და მან ძალიან დიდი ხნის მანძილზე ერთად ვიმუშავე და
ყველაზე ნიშანდობლივი თვისება, რაც ზურაბს გააჩნია, იყო მისი თანმიმდევრობა. თქვენ ამდენად ამჩნევდით ამას ეს თქვენი საკითხია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ზურიკო იყო შინაგანად თანმდაბალი და კულტურული ადამიანი, რომელსაც ყველა ადამიანთან ურთიერთობის ნიჭი გააჩნდა. არ არსებობდა მისთვის. აი ეს სკოლის დირექტორი იყო, ის ჩემი სკოლის დირექტორი, ერთი პერიოდი, როგორც კოლეგები და ახლა ყოველს მოგეხსენებათ, ვისაც პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ, სკოლაში 1000 ხასიათის ბავშვია, 1000 პიროვნება ყველა ბავშვი და არ არსებობდა ზურაბ თოლებდავას რომელიმე ბავშვთან გართულებული სიტუაცია ქონოდა. ყველასთან, აი ცოტა დისციპლინად ვის არღვევდა, ვისაც რაღაც უფრო აკადემიური წარმატებები გააჩნდა და ეს ნიჭი იყო, მისი ძალიან დიდი ნიჭი იყო და იყო ძალიან კოლეგიალური ადამიანი. თვითონ კოლეგებთანაც არ ასწორდეს, მე არ მახსოვს, რომ მას ურთიერთობა დაძაბულდა. ვიღაცას ან არასამართლიანად მოქცეოდა, ან და იმისთვის საყვედური გამოეცხადებია საერთოდ თანდასწრებით კოლეგების და ეს მის მაღალ კულტურულ შეგნებაზე მიუთითებდა. აი ასეთი პიროვნება იყო ბატონო ზურაბი და ასევე იყო ზედმიწევნად შეყვარებული იმ საქმეზე, რასაც აკეთებდა. ის გულწრფელად არასოდეს არცერთ საკითხს არ განიხილავდა, ყველას მოусმენდა, ყველას თავის ალს კითხავდა და ნუ მერე თავისთავად თავის დასკვნას თვითონ აკეთებდა და მე ვჯერა, რომ ქართული ტოპონიმიკაში ხანაც ისტორიკოსი ვარ, რომ ვიტყვი ზურაბის დარი და ზურაბის დონის, მაგრამ ანუ რაღაც გამოცდილება მეც გამაჩნია და ქართულ ტოპონიმიკაში საერთოდ ამ სფეროში ზურაბმა ძალიან დიდი გვაწოლი დატოვა და შეძლო ის, რომ ის ერთი საკითხები გამოეტანა და საზოგადოებისთვის გაესწრო, რომელიც ჩვენამდე დაფარული იყო და მით უმეტეს იმ პერიოდისთვის, როცა კომუნისტების პერიოდი, მე მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი, გითხარით და მოგახსენეთ, რომ ის ჩემი მასწავლებელიც იყო და მაშინ გვეუბნებოდა რაღაცებს, როცა მიგრეთის სკოლაში სწავლობდით და წარმოგვიდგა სადღაც მოხდებოდა ხოლმე იყო მაშინ ასეთი ისა და აი ამას ეს ქვია, იმას ის ქვია, ის ამ საკითხიდან ასე მოგით. მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა და ალბათ მაშინაც ჯეროდა ის პარტიული მუშაკიც იყო, საკმაოდ წარმომადგენლობით თანამდებობაზე მუშაობდა მერეც CSKO-ში და ალბათ ყველას გახსოვთ მისი კარიერული სულები, მაგრამ ეხობა თავიდანვე ფიქრობდა იმაზე, რასაც მე მთელი ცხოვრება შეწირა და მთელი ეს თავის საქმიანობა განიხილეს ბატონებმა, მე არ შემჩნევები. მე მინდა რომ ერთი რამ თქვა, რომ აი ზურაბის დონის ისტორიკოსი, ზურაბის დონის პიროვნება, ზურაბის დონის მასწავლებელი და მოქალაქე ბაღდადს კიდევ ბევრი გაეზარდოს და ეს იქნება ჩვენი და რაიონის ბედნიერება. დიდი მადლობა და მეცმაცხონოს ბატონო ზურაბი, მე სანამ ვიცოცხლებ, ის არასოდეს დამარცხდება და ალბათ დიდი მადლობა. ხა ოჯახის წევრებს მინდა ხო მე გახლავართ დალი გურჯანაძე. მაინდა-მაინც განებირებული არა ვარ აქ სიტყვით გამოსვლით, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი მეუღლე ნუგზარ კუჭუხიძე გესწრებოდათ და დღესაც ახლა აუდიტორიას აკლია მისი კარგი გამოსვლა. არ ვიცი ინერვიულა ზურიკოს ეს თორ შეუძლოდ შეიქმნა დილით და გამზადებული იყო წამოსასვლელად და აღარ წამოვიდა. თქვენ გინახავთ ალბათ წიგნები, ყოველთვის არის ნუგზარ კუჭუხიძის წინასიტყვაო და მაღალმხატვრულად და კარგად, იმიტომ რომ როგორც ზურაბს ისტორია ფილოლოგიური განათლება აქვს, ეს შეერთებული ფაქტები ასევე ჩემს მეუღლესა. მეც ისტორია ფილოლოგი ვარ. ასე რომ ჩვენი ტანდემი სამივე რო თავს მოვიხდით, ეს იყო ერთი აკადემიის სტოლის საუბარი. მართალია ყველაფერში არ მეთანხმებოდით ერთმანეთს განსაკუთრებით და მე და ზურაბს ჰქონდა
კამათი რაღაცეებზე, მაგრამ როცა ვიტყოდი რაღაცას, ეს კერძო მოსაზრებაა, მეტყოდა მეცნიერულად უნდა დაასაბუთო. ახლაც როდესაც საინტერესო რაღაცას ვნახავ სიახლეს, ხელი გამირბის, რომ გაუგზავნო და ვიმსჯელოთ. არ მახსენდება, რომ აღარა. ძნელია რატომ მომდის სახელმწიფოები ჩვენ ერთად გავიზარდეთ. იმიტომ რომ თითქმის ბავშვი დაქორწინდა. შეერთო ჩემი და მართლაც ბავშვი ვიყავი და აი ჩვენ ყველაფერი ერთად გამოვიარეთ ეს ცოდნის შეძენა, ლიტერატურის სიყვარული, ისტორიის სიყვარულით მოწამლულები რომ ვიყავით ეს იმდენი საერთო გქონდა რომ მარტო სიძე კი არ იყო ჩემი აი ნამდვილი დედმამიშვილი. არასოდეს რა თქვა ახლა ნაწყენები არ ყოფილიყავთ ერთმანეთს, მით უმეტეს სულ კამათობდით. მეცნიერულ თემებზე ვკამათობდით და ეს იყო ურთიერთგამდიდრება. ყველა საინტერესო ის არის, რომ ეს ძალიან კარგი ფაკულტეტია და ქუთაისის უნივერსიტეტში აღდგენილა ეს ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი. რატომ არის საჭირო? ეხლა ჩვენ როცა ვსჯელობთ ზურაბის მიერ გამოცემულ წიგნებზე, რომ ასე მაღალი მხატვრულია და კარგია, მარტო ისტორიკოსი მას ისე კარგად ვერ დაწერდა. მან ძალიან კარგი ფილოლოგიური სკოლა გაიარა. ეს ტოპონიმიკა და ეს ყველაფერი სწორედ ფილოლოგიური ძიებებია ძირითადად და ისტორიის და ფილოლოგიის გარეშე ერთიანად ტანდემის გარეშე არ იქმნება ასეთი საქმე. თვითონ ივანე ჯავახიშვილსაც ეს ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. შეერთებული იმიტომ რომ აი უბრალოდ რომ ვთქვათ ეხლა ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების განხილვას როცა ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ვუკეთებთ ისტორიულ შესავალს. იმიტომ რომ ყოველი ლიტერატურული მიმდინარეობა რაღაც ისტორიული ფორმაციის, ისტორიული მოვლენის გამოვლენა შემდეგ დასაბამიდან ასე იყო სულ და თუ კი ლიტერატურმა ისტორია არ იცის, მისი გაკვეთილი, მისი ლექცია არ იქნება მაღალ მხატვრული, ვერ გააგებინებს ბავშვს. არსი რაშია ეს რატომ წარმოიშვა, ხო? და გინდაც აი ეს ტოპონიმიკა ვთქვით, ითქვა აქ რომ არის მხატვრული გამონაგონი, ხო? აი რაღაც ადგილებს ისეთი სახელები ჰქვია, აი ფანტაზიასთან რო არის უბრალოდ დაკავშირებული. წყალთაშუა რო ავიღოთ, ხო? ორი წყლის შუა მოდით. რაღაცა დადაბლებული ადგილი, რაღაც ამაღლებული ზეგანი. და ამას ფილოლოგის ხურს ეს სხვანაირად ესმის. მე არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ცნობა იმის შესახებ, რომ ზურაბი ახალგაზრდობაში ძალიან კარგ ლექსებს წერდა. შესანიშნავ ლექსებს წერდა. მიყვარდა ზეპირად ვიცოდი მის ლექსებს, მე ბავშვი ვიყავი და ჩემთვის ის იყო ძალიან დიდი პოეტი. შეიძლება ახლა გაგვეცინოს ამაზე, მაგრამ შეიძლება ვიღაცის მიბაძვაც იყო, ახლა მაგდენი მაშინ მე არ ვიცოდი, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ღმერთკაცი ბავშვობაში, ახლა შენზე რამდენი 2-3 წლის უფროსი ადამიანი, ასეთი განათლებული, რომელსაც ამდენი წიგნი აქვს სახლში და რომელ წიგნებისკენ სულ თვალი გამირბოდა მე, სადაც ტრაბახტარ, სადაც არ უნდა შევიდე პირველ რიგში ვათვალიერებ რა წიგნებიდებს იმ სახლში. იმიტომ რომ ის არის ჩემთვის განძი. და ზურაბისთვისაც განძი იყო წიგნები. წიგნებზე შეყარებული ადამიანი იყო და განათლება წიგნის გარეშე რომ არ მოდის ეს რასაკვირველია ყველამ ვიცით და ჩემთვის დანაკლისი კი არ არის მარტო ამ ადამიანის გარდაცვალება. ტკივილი, ყოველწუთიერი, სინანული, რომ რატო არ მოუარა და მოახლა როგორც ახლობელი მე ამას ასე განვიცდი. რომ 1000-ნაირ რაღაცა სამკურნალო რაღაცებს პოულობდი, ვუგზავნდი, არ კითხულობდა. რო ურეკავდი ამ თემაზე, ავადმყოფობაზე არ უნდა მეკითხა, არ უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ სამეცნიერო თემებზე შემეძლო დაუსრულებლად მელაპარაკა მასთან. როდესაც ჩავდიოდი ამათთან ბაღდადში, ყოველთვის ჩემი და მეტყოდა რომ მიდი რა დაუჭექიო, წაგიკითხოს, ისინი უნდა მოლაპარაკე ადამიან, რომ თავისი ეს ნაშრომი ხელნაწერი სანამ ჰქონდა ვიღაცისთვის გაეცნო, ეს ასია, საერთოდ როცა ადამიანი რამეს ქმნის, პუბლიკა იქ იგულისხმება, მას უნდა მსმენელი და მე ისე მომწონდა ხებიჟდები თუ სიტყვა აღფრთოვანებული ვრჩებოდი, რომ საიდან მოიგონა
ამდენი სოფელი როგორც ბატონმა კოტემპა როგორ მოიარა, როგორ გაიგო ეს აღმოჩენა იყო ჩემი სოფლის დასახელებაც, რომ ეს იყო სწორედ მეგრულის, ანუ ლაზურის გავლენით, რომ დიდი სოფელია და ოფშა ნიშნავს თურმე დიდს და წერს და ხო. ოფშაში შეიძლება მეკიდა ერთ ადგილზე და ორ ადგილზე სიყვარული ყველა ადგილზე, ყველა ადგილის დასახელება, რომ შეისწავლოდა გამოკითხვა, ხალხი არ მიცემდა. ერთი კაცი მუშაობდა, 10 კაცი მუშაობდა, რა იყო? კი, კოლოსალური მუშაობა გასწია ზურაბმა და როგორც ითქვა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ადამიანი, ასეთი გონების ადამიანი ნაადრევ და ადრე კი ჩვენ დიახ, ბევრი დარჩა, ადრე გვეგონა რომ 60 ადამიანი გადაცილდებოდა, უკვე იყო ასაკოვანი, თურმე არ ყოფილა მასე გონება, როცა მას ავარჯიშება, არასოდეს არ ბერდება. თუ კი მას აწვდის საკვებს, ის მარად რჩება ახალგაზრდა. გონებას არ ეხება ჟამთასვლა. ის არის რაც არის, ბოლომდე არის. ფაუსტმა 80 წლის მერე დაწერა მეორე ნაწილი, რომელიც შეგზარავს ისეთია, ხო? ყველას არ შეუძლია მის წაკითხვა, ანუ ის სიღრმეები, რაც იქ აღწერა, მერე გახდა მისთვის ცხადი, ხო? და ასე არის ცხოვრებაშიც, გონება მწიფდება, როცა ეს ახალგაზრდული ვნებები გაივლის და დამწიფებული გონებით ადამიანი ყველაფერ ამას შექმნის, ეს არის უკვე შედევრები. რომელიც ყველა ადამიანის ხელიდან თუ კი შეუძლია წერა და კეთება უნდა გამოდიოდეს და რა ვიცი გული მწყდება ძალიან ბატონ ზურავზე გარდაუვალს ვერ გადაუვალთ და მერთმა აცხონოს იმ ქვეყანას მეუღლეს მინდა ვთხოვო და შემდეგ პატარა ნახევრიანი ის მეორე გოლი და ვერ ვილაპარაკებ ზურავზე თქვენი ვერ გამომწურავად ქვით და გაიხსენეთ და არ შემიძლია უსწრებლად რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი რაც თქვენ და მადლობას გიხდით ამ დღისთვის, ამ გახსენებისთვის, ამ სიყვარულისთვის და ნამდვილი მოგონებებისთვის, რაც დღეს მოვისმინე ბევრი სანამ ჩვენ ვიქნებით არ მოგდება და მე ახლა გააგრძელებენ შვილიშვილები, ხალხი ყველა თქვენს დიდხანს იყავით სულ და დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.